კიდევ ერთი სტუმარი ყავს ნინო გოგუაძე, ის თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს და ჩვენ მასთან ვისაუბრებთ რა პერსპექტივები არსებობს პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკური ცხოვრებისთვის. გოგუაძე და თავისუფალი დემოკრატები ცოტა ხნის წინ გაერთიანდნენ რესპუბლიკურ პარტიასთან და თქვენ ეს ახალი მოძრაობა არის თუ არა თქვენი კონკურენტი პირველ რიგში კითხავთ. მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჯერ მინდა მიულოცო დავით უსუფაშვილს მოძრაობის დაარსება. დღეს დაარსდა ახალი მოძრაობა შრომით თუ არ მე შენების ჯერ დრო გვინდა რომ ეს თქვათ კარგად გავიზრდოთ შენების მოძრაობა დაარსდა. მე დათო უსუფაშვილთან მაკავშირებს დიდი ხნის ადამიანური მეგობრული ურთიერთობები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. ამ მოძრაობაში არის ბევრი ჩემი ყოფილი თანამებრძოლი. რა თქმა უნდა, მათ შორის ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც თქვენი პარტიიდან წავიდა, რომ შენების მოძრაობას შეერთებოდა. დიანა ალუდა ზაფხულში მოგვერცდა მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებს და შემდეგ წავიდა გაცილებით ხნის ხანდაზმულებმა დატოვეს და გადაიტანეს დემოკრატებმა დატოვეს თავისუფალი დემოკრატები, ისე რომ პარტია აგრძელებს ფუნქციონირებას, აგრძელებს სწორედ იმიტომ, რომ პარტია ეს არ არის ცალკეული ადამიანები, ეს არის იდეა, ღირებულებები და ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვიცავთ ღირებულებებს. რაც შეეხება შენების მოძრაობას, ჩემთვის დათო უსუფაშვილი ყოველთვის იყო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებდა ღირებულებითი ერთობა. ეს იყო მკვეთრად გამოხატული პროევროპული, პროდასავლური ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე ორიენტირებული პარტია, ზუსტად ისეთი როგორც ვართ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ღირებულებებით. დღეს მის გვერდით ხედავ ჩემს სხვა ნაცნობებს, მეგობრებს, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათაც წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ასეთი ღირებულებითი ერთობა უსუფაშვილის და ამ ადამიანების აქამდე მე არ შემიმჩნევია. ვნახოთ როგორ პოზიციონირებას მოახდენს ეს მოძრაობა, ეს შენების მოძრაობა. ანუ ფორუმსა და უსუფაშვილს შორის ღირებულებით ისეთ ერთობას ვერ ხედავთ, რამაც შეიძლება ახალი მოძრაობის მე აქამდე ვერ ვხედავდი. ეხლა არ ვიცი როგორი რა ღირებულებების ერთგული იქნება ეს მოძრაობა, იქნება თუ არა ისევ ლიბერალური ღირებულებების, ანუ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, პროდასავლური ორიენტაციის მოძრაობა. ვნახოთ, დავინახოთ, გამოჩნდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც სწორედ მათ პრინციპულ პოზიციაზე იქნება. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამშრომლობა თქვენს ჯგუფსა და ამ ჯგუფს შორის, ვინაიდან თქვენ მათ წარმატება კი უსურვეთ, მაგრამ უსუფაშვილის წამოსვლა რესპუბლიკელებიდან იქ რაღაც მძიმე განცხადებების მიზეზი გახდა და ცოტა ხნის წინ ლევან ბერძენიშვილმა უსუფაშვილს უპერსპექტივო უწოდა დაბადებიდან, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ანუ ასეთი განცხადებების ფონზე პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივა შენების მოძრაობასა და თქვენ ორპარტიულ გაერთიანებას შორის როგორ წარმოგიდგენთ? არჩევნებზე მე ასეთ პერსპექტივას ვერ ვხედავ, არც მქონია მოლაპარაკებები. ჩვენ რესპუბლიკურ პარტიასთან გავერთიანდით სწორედ საერთო წარსული, საერთო ღირებულებების გარშემო და ეს არის ღირებულებითი გაერთიანება. ჩვენ გამოვაცხადეთ თავისუფალი სივრცე და შევთავაზეთ ყველა იმ მოქალაქის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ქალაქის ცხოვრება, ვინც იცის როგორ უნდა შეცვალოს თავისი და ქალაქის ცხოვრება. დავუთმეთ ჩვენი ბლოკი როგორც პლატფორმა, მათ ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ბლოკით თვითმმართველობის არჩევნებში, ისე რომ მათ პარტიულ კუთვნილებას არ ვთხოვთ, ასე რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენ სწორედ სამოქალაქო სექტორთან, ასე რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ბლოკს პარტიული სხვა თანამშრომლობა არც გვიფიქრია და არც გვინდა, არ წარმოგვიდგენია, უკვე გამოვაცხადეთ. თუმცა, როდესაც პოლიტიკაში ხარ და როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით აღჭურვილი ხელისუფლება გყავს,
ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანმა დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანმა უნდა იპოვოს ერთმანეთისკენ მიმავალი გზა და რაც არ უნდა წყენები იყოს პოლიტიკაში, მათ შორის პიროვნული წყენები, მათ შორის ძალიან მძიმე გამონათქვამები ჩვენ მოგვიწევს ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ძალების კონსოლიდაცია მომავალში. ვნახოთ ეს არის და ჩვენთვის როგორც თავისუფალი დემოკრატისთვის ყოველთვის არის ღირებულებების ერთგულება, პრინციპულობა და რა თქმა უნდა მხოლოდ ამ ხშირად ამბობენ რომ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება ეხლაც ალუდან ბევრი ლაპარაკა კომპრომისებზე მე ვთვლი რომ კომპრომისი მხოლოდ იქ არის დასაშვები როდესაც საკუთარ ინტერესებს შეეხება ეს კომპრომისი დაუშვებელია პრინციპებთან და ღირებულებებთან კომპრომისული დამოკიდებულება და სწორედ ამ პრინციპების და ღირებულებების მიხედვით ჩვენ ავირჩევთ შემდგომ ვისურვებდი, რომ უფრო მძლავრი გაერთიანება შედგეს, რადგან დიახ, საკონსტიტუციო უმრავლესობით, აი სრულიად არაფორმალური მმართველობით აღჭურვილი ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. მე ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ნინო გოგუაძეს, ის თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს.